და ეგ არის? ეგ არის კი. ეგ არის, nice, მაგარია ძა. მაინც ერთად, 1 წამი 1, 2, 3. კაია. კაი, ახლა დღეს რა ხდება პირველ რიგში? დუდუ. გამარჯობა მეგობრებო, როგორც იქნა მეც გამიცანით. ხო, წინაზე როგორც შეგვირდით, მოკლედ, დუდუ არის ჩვენი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის წევრი, ყველაზე დიდი კონტრიბუტორი დავარქვათ და ზოგადად ჩვენთან მაზექში ინჟინერიის თავარი, ჰედი. ბევრ სხვადასხვა პროექტებში თვითონ ძალიან დიდი კონტრიბუცია შეიტანა უკვე კოდის დონეზე და ეხლა რაღაც ამ ეპიზოდში რაც გვინდა გავიაროთ არის დუდუს ახალი ჩელენჯები რაც წარმოეშვა, რომელიც არის არა კოდის დონეზე, არამედ ადამიანების მენეჯმენტში რა. სადაც რაღაც ამ ტოპიკში ერთად ვითარდებით, ერთად ვსწავლობთ რაღაცეებს და დუდუ ერთი პირველი კითხვა რაც მექნება შენთან არის. აი სტანდარტულად უბრალოდ რაღაც 24/7 მარტო კოდს რო წერ, მაგასა და დღევანდელ ეხანდელ შენ მაზეგის საქმიანობაში რა განსხვავებები იგრძენი და რა ჩელენჯები ორი სიტყვით რო ეგრე გითხრა რა. ოკეი. ხო, პირველ რიგში ეს რაღაც თიმის მენეჯმენტი ამ დონეზე ჩემთვის პირველი გამოცდილებაა რა. აქამდეც რაღაც ადრე თუნდაც ერთ-ერთ სტარტაპში სადაც ასევე ჩემი თანამშრომლები იყვნენ ბატონ ნიკოლოზ არჩილი. ბატონი არჩილი არა. ანუ შენ ჩემი თიმში არ იყავ რა. დიახ. ბატონი გიორგი თუ იქნება და გიორგი მიგზავნა შენ ბატონი. ნიკა იყო ჩემთან ერთად მობაილ აპლიკაციის თიმში, სადაც რაღაც ტიპებს ვაძლევდი, მაგრამ ესე აქტიური მენეჯმენტი მე არ მებარა. და ამ შემთხვევაში ახალ პროექტ რომელიც დავიწყეთ მაზექში, ეს პირველი შემთხვევა, სადაც უკვე ჩემ დაქვემდებარებაში ხალხი არა უბრალოდ კოდის დონეზე, ანუ ტასკების მიესაინება, არა მარტო tech support-ი, არამედ უფრო რაღაც თიმის ნაწილად რო იგრძნოთ ადამიანთა თავი და ამ შემდეგ, რაც საკმაოდ დიდი ჩელენჯი აღმოჩნდა ჩემთვის. რაც არ ველოდი და ძალიან ისეთი პოინტია რომ ანუ რაღაც გასაუბრებებზე რასაც გეკითხებიან ზოგადად დიდ კომპანიაში როცა იწყებ მუშაობას და ყოველთვის გონია რომ ბულშიტია რა აი მაგალითად კონფლიქტის რეზოლუცია რა როგორ მოგვარდება თავის კონფლიქტი არა ეს არის ორ რეალურ ადამიანს შორის კონფლიქტი რა ანუ თიმში რო გაურკვევლობა თქვა და ანუ რაღაც შეიძლება თუნდაც საქმის კონფლიქტი რომ ერთი ერთს აკეთებს ერთ ტექსტზე მაგალითად სხვა აზრი აქვს მეორე სხვა აზრი აქვს და ამ ყოველთვის რეზოლუცია რა ეს ძალიან უცნაური მომენტი იყო ჩემთვის და ახალი იმიტომ რომ აქამდე ეგეთი არ შემხვედრია ბევრ ძალიან დიდ ფიჩერზე როცა მიმუშავია ყოველთვის ან ownership-ი მთლიანად მე მქონდა ან უბრალოდ ლაითად უმეხმარებოდა ვინმე და ეხლა მე რო ვიღებ გადაწყვეტილებას ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია რომ ვინმეს თქვა თუნდაც ცოტა ფილინგები არ დააზიანო, იმიტომ რომ აი შენ რა approach-ი შემოგთავაზე, მოდი ეგრე არ გავაკეთოთ. მოდი ესე გავაკეთოთ, მაგის მიტანა მარტო ტექ არგუმენტები საკმარისი არ არის. ხო, იმიტომ რომ აი მან ტიპს კიდე, ანუ ნებისმიერ ადამიანს და მათ შორის ჩვენც, რაღაც ჩვენი ეგო გვაქვს. რა თქმა უნდა. არაფერს არ ვაკეთებთ კაც. ხო რა, ძალიან აი იმ დღეს მე და შენ ვლაპარაკობდით რა, რომ რამდენად მნიშვნელოვანია რომ აი ამ ყველა მესიჯების გაცვლაში, ანუ კიდე ეგოები არ შეულახო ადამიანებს რა რომ ანუ თან ეხა იმ ადამიანს ეგრევე რომ პირდაპირ ელაპარაკო შენ რომ ეგო არ უნდა დაგიზიანო ის ადამიანი დიდგავსოთ ვერ გაიგებს იმიტომ რომ ეგო მოლუდში იქნება იმ კონკრეტულ მომენტშიც რა და ანუ რატო ანუ მე როგორ ასე ვთქვათ ლეიბლს ავარტყავდი იცი რომ აი სტანდარტულად კოდის წერა ხო კაი რთული არის და ადამიანები რომ უნდა დაამენეჯო და თან აქ ორ თამაშს თამაშობ თან შენ რა მიზანიც გაქვს ამ ადამიანებს რო გააკეთებინო ეგ უნდა მიიღო და თან ეს ადამიანები უნდა ან 100 ამომრობ ჭალებში რა ანუ ნაწყენი არავინ არ უნდა დატოვო და ანუ ორ განზომილებაში თამაშობ ფაქტობრივად და ორჯერ უფრო რთული უნდა იყოს ეს თამაში რა ჩემი დაკვირვებით თან განსაკუთრებით რთულია ჩემი დაკვირვებით როცა პროექტია დაწყებით ფაზაში იმიტომ რომ ხო ტექნიკური გადაწყვეტილებების იმპაქტი ეგრევე საგრძნობი არ არის ანუ ვიღაცა solution-ს გთავაზობს შენ ეგ შეიძლება დაბლოკო მაგრამ თან ეხლა რო გააკეთოს, ეგრე კი იმუშავებს, მაგრამ იმის მიტანა იმ ადამიანამდე რომ არ მე რო დავასკალირებთ, მე რო ბევრი პარამეტრი შემოვა სისტემაში, მე გართულდება, ეგ ძალიან რთულია რა. იმიტომ რომ დღეს რა ტასკიც აქვს, ის თავის მიდგომით რო გააკეთოს, იმუშავებს. მაგაზე პრობლემა არ იქნება, მაგრამ ამ ტასკს რო ბევრი სხვა მოძრავი ნაწილი დაემატება და ერთი დიდი სისტემის ნაწილი გახდება, მე შეიძლება გადაკეთება დაგჭირდეს, მე ამის რეფაქტორისთვის ცალკე რესურსი უნდა გამოყო და bottleneck შეიძლება გახდეს და
ეს იმ მომენტში შეიძლება ადამიანს რთული მისაღები იყოს, არა, იმიტომ რომ რაღაც კარგი ჰაკერული ის დავდე რა, solution-ი, კაია, მაგრამ შენ ეუბნები რომ by the book წადი შეიძლება და ეგოზე გირტყავს და თან ისიც არ დავიწყოთ რომ ყველას უნდა რომ ცოტა გაერთოს რა და კოდის წერა ვისაც გვიყვარს მეც სულ ეგრე ვიყავ მაგალითად ეხლა თავიდან GoFire-ში დავიწყე მუშაობა რაღაც ფანტეკის გამოყენების მოყავი სულ მქონდა მაგრამ აი ფაუნდერის გადმოსახედიდან აი კი ეხლა კარგი არ ყავ ერთობით მაგრამ ეს გასართობად ბიზნესველი ვარ და დაიწყო მაგალითად უნდა ეკითხო მქონდა ეხლა რომ ძირითადად მე და ჯორდანა ეხლა ამ პროცესებში რა თქმა უნდა ეხლა იმას ვერ ავწდებით რომ ტექი ჩვენს გვესმის სხვა შორის ეგ რაღაც შემთხვევაში დამაზიანებელია რაღაც შემთხვევაში beneficial არის რა დამაზიანებელი იმ კონტექსტში რომ აი მაგალითად ეხლა რუსული ჩემ დასაუფლებლად მესმის კარგად რა და ვიღაცები რომ ლაპარაკობენ ხოლმე რუსულად მესმინება რა ეგრე არის ტექსტშიც რომ ტექი რო გესმის გინდა თუ არა რაღაცნაირად ცხვირი გეყოფინება რა შიგნით რა არა და ეს მენეჯმენტი და ბიზნეს ველიუს მხრიდან შეიძლება საერთოდ რო არ გესმოდეს ეგრე ხმად ტექი უკეთესი იყოს რომ აი საერთოდ არ ჩაყოფს ხურს იმაში და ზევიდან მაგაში მე არ დაგეთანხმები ფოტოშოპის რა ანუ ჩემი აზრით მან შენ ანუ ადამიანის პრობლემა მან უბრალოდ არის რომ ვერ აკონტროლებ რამდენად ჩაყოთორე როგორ შეიძლება რაღაც დამატებითი ინფორმაცია სისტემაზე რო გქონდეს ეგ დამაზიანებელი იყოს დამაზიანებელი არის მაგ პერსპექტივიდან რომ უყურებ მე 100% და მაგის მენეჯმენტი რო არ შეგიძლია ხო ეხლა ეს რას მოვაყოლე რომ ძირითადად ეხლა მაგალითად დუდუსთან ჩვენი კომუნიკაცია ტექსტიც არის მაგრამ ეხლა ერთ-ერთ პროექტში მაგალითად სრული ownership-ი აქვს ტექის მიმართულებით და მე და ჯორდანა ხშირად ვართ უფრო რაღაცა ვილანების კონტექსტში რომ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ეხლა იმ პროექტში values მიღება რაც შეიძლება სწრაფად რაც შეიძლება მარტივი ტექით და ეს კითხვა ეხლა მექნება შენთან რომ აი შენი პერსპექტივიდან როგორ არის თქო ჩვენთან კომუნიკაცია ანუ სად გადის ის ზღვარი სადაც რაღაცა hardcore ტექში რო არ გადავარდეს გუნდი და ძალიან დიდ overhead-ში ტექნიკურში და სად არის რაღაც აუცილებლობა რაც სადაც რაღაცა ტექი აუცილებლად უნდა დაიწეროს რომ value მივიღოთ. აი შენ პირად შემთხვევაში ეგეთ გადაწყვეტილებები როცა მიწევს ყოველთვის ანუ ეს გადაირთო ჩემ თავში მენტალური მოდელი, იმიტომ რომ აქამდე სხვა მენტალური მოდელი მქონდა. მაგალითად, აქამდე თუ რაღაც დიდი ფიჩერის ტასკი მქონდა, ვაკეთებდი იმ გზით, რა გზითაც ვიცოდი რომ შევძლებდი გამეკეთება. თუნდაც ეს იქნებოდა fun თუ რაც იქნებოდა, ჩემ ანუ GoFire-ში ისეთ სიტუაცია იყო, რომ თუ შეგიძლია დაადილივერო ფიჩერი, ანუ არავინ არ შეგზღუდავს როგორ გააკეთო, მაგრამ ეხლა როცა თიმს ხელმძღვანელობ ამ გადმოსახედიდან ხურებ, ანუ თიმი როგორ დაადელივერებს ამას და რამდენ ხან შეგა ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ჩვენ ამ კონკრეტულ პროექტზე რა თიმი ვწყავს, დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი გზით შეგვიძლია კონკრეტული ფიჩერები დავადელივეროთ, მაგას პრობლემა არ იქნება, მაგრამ მანდარი უკვე learning curve რა, ანუ შენ თუ პროექტის deadline-ი გაქვს ერთ თვეში, ჩვენ რომ მოდი გავერთოთ აბა Redis-ის, ეხლა ვისწავლოთ ახლა რაღაცები, აბი როგორ მუშაობს და Redis-ის ჰორიზონტალური სკალირება როგორ შეგვიძლია და შემდეგ კი კარგი იქნება და კი შეიძლება რაღაც long term-ში მაგზით უკეთესი ყოფილიყოს, მაგრამ მანდ ერთვება ბიზნესის მხარე. ამ შემთხვევაში ესენი არიან ბიზნესის მხარე. მაგ კონკრეტულ მომენტებში მე ჯერ ამათ უსვავ კითხვას, ანუ რა time frame-ი გვაქვს, როდის გვჭირდება რომ ეს პროდუქტი ამ სტადიაზე და ამ ფაზაში იყოს, თუ ჩემი დაკვირვებით ამ შემთხვევაში რამე გაცილებით მარტივი solution და შეიძლება ტექნიკურად არა ისეთი perfect და არა ისეთი სკალირებადი და საჭირო, ხო. მაშინ რა თქმა უნდა ვირჩევთ იმ გზას, იმიტომ რომ პირველია ჩვენ შემთხვევაში ბიზნეს value და ჰაკები როგორც ფანკი არა, უმეტეს შემთხვევაში ჰაკებს ვიყენებთ იმისთვის, რომ პროდუქტი გაცილებით მალე მივიდეს იმ ფაზამდე, რომელიც საჭიროა ამ კონკრეტულ ვადებში. და ჩემი თქვენთან კომუნიკაცია ამ ხრივ ძალიან კარგია, იმიტომ რომ wake up call-ია ხოლმე რაღაც პონჩი. იმიტომ რომ მეც ეგეთი mindset-ი მაქვს, რომ ეხლა team member-მა რაღაც ძალიან კარგი solution-ი დამიდოს, რა რაღაც მომენტში მეც მინდება, რომ მოდი დავაიმპლემენტიროთ რა, იმიტომ რომ დაასწორებს და აი თქვენთან რომ მომაქვს ეგ ინფო და თქვენ აზრს რო ვისმენ უკვე დროებისთან დაკავშირებით, მანდ უკვე ჩემ თავს უსვავ კითხვას მოვასწრებ თუ არა. და ხო ეგ პრობლემა არ არის. თავარია ჩემი აზრით დროში როგორ ეტევი, თორე fun არის როგორი solution-ია თუ შენ თავთან აღიარებ რომ ამის გაკეთება შეძლებ, მან პრობლემა არ არის. თუ ვერ შეძლებ, work overtime რაღაც, ანუ თავარია ownership როცა აიღებ ფიჩერის, ბოლომდე მიიყვანო როცა ვადი. რა, ეგ ძალიან საინტერესო ტოპიკია და აი ეს ბოლო პერიოდი რა, მაშინ რაღაც ცოტა ხნის წინ და ესეც დავწერე მაგაზე რა, რომ ანუ ყველაზე საინტერესო ჩემთვის რა არის, ესე დავწერე.
ხო და ყველა საინტერესო რა არის აი კონკრეტულად ინჟინერი როცა მაგიდაზე მიდის ინჟინერი როცა ხარ კონკრეტულად რა მან რა ჩელენჯები გაქვს და რა ასე ვთქვათ პერსპექტივა გაქვს რა სკოუპი ავარქად რა სკოუპი გაქვს და ეხლა მაგალითად ტიპი რომ მენეჯერი ხარ ტიპი რომ შეიძლება მარტო ერთ პროექტს კი არა რამდენიმე პროექტს ამენეჯებ რა სკოუპი გაქვს და ხო რა ანუ მართლა უბრალოდ პერსპექტივების ამბავი არის რა და ხო ანუ ერთი რაც არის რომ აი დუდუს აქამდე გამოცდილება არ ქონდა რა და ის არის მან რაღაც გადაკვეთა მგონია მე რომ ადამიანს როცა soft skill-ები კომუნიკაციის skill-ები კარგად გაქვს განვითარებული რეალურ ცხოვრებაში რა პირად ცხოვრებაში რა მეგობრებთან ასე შემდეგ ზოგადად ადამიანებთან ძალიან ტრანსფერებულ არის ძალიან ბევრი სკილი ანუ ტიმის მენეჯმენტში რა ძალიან ბევრი რაღაც არის რა თქმა უნდა რაც უნდა გაისწავლო შენ თავს უნდა გაუბედო მაგალითად შეიძლება ვიღაცა რაღაც გერიდებოდეს პროფესიონალურ კონტექსტს ვერ ინარჩუნებდე და ასე შემდეგ რა მაგრამ ძალიან ბევრი სკილი ტრანსფერებულ არის და ძალიან ისეთი ჯორნი არის არა ანუ საინტერესო საერთოდ სხვა ჩელენჯები ხო ანუ აი 100 წელი რო ხო კი ანუ 100 წელი რო შეიძლება არც გიფიქრია არც ვარ შეხვედრილი ხარ არც გიფიქრია რომ შეიძლება ეს ჩელენჯი იყოს რა მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ ტექნიკურად გაცილებით დიდ ჩელენჯებზე მიმუშავია ჩემ კარიერაში მაგრამ ამან საერთოდ სხვა პრობლემები შემოიტანა რა საერთოდ სხვა საფიქრალები დადგა როცა აი ეს თიკეთი აი ყველაზე მთავარი ფონი რაც ჩემთვის არის ადამიანის რომელსაც ყოველთვის რაღაც დიდი ფიჩერები ებარა და რაღაც თავს აყოფდა აკეთებდა როგორც უნდა და რამდენ დროსაც მოითხოვდა როდესაც teams მართავ ძალიან მარტივია რომ თავ ვერ შეიკავდა შენ დაწერო მთლიანი კოდი რა ანუ მართლა მქონდა ეგ პრობლემები რომ აი ხო არის რაღაც 5 team member და ჩაგესვის ყურში არა ხო ანუ არ გავიგე აი ძალიან დამეხმარა ორივე რომ ძალიან კარგად არგუმენტირებულად ამიხსეს რატო არა თორე აი 5 team member-ი რო ყავს და 5-ვე სხვადასხვა ტასკი აქვს მეც რა თქმა უნდა კოდს ვწერ ამ team-ში და მაგალითად არსებობს რაღაც back-end feature-ი ვთქვათ რომელიც ბლოკავს მან ძალიან დიდი დარწმუნება დამჭირდა რომ მე არ გამეცვა back-end-ის კოდი და მე არ დამეწერა. აი, იმიტომ რომ ეს საერთოდ სხვა მენტალური მოდელია ჩვეულებრივი ინჟინერისთვის. თუნდაც ჩემთვის, იმიტომ რომ აქამდე თუ ფრონტის კოდს წერდი მაგალითად და ბექში მაკლდა რაღაც, ეგრევე გახსენი ბექის კოდი დაამატე. თუ ფრონტში მაკლია შესაბამისი, იქ დაამატე და თუ კლაუდზე მაკლია ახალი რაღაც ინსტანსი, კლაუდი გახსენი და იქ დაამატე და გააკეთე რაც შეიძლება გწირდება. ეგ ძალიან უცხო ტოპიკი და ახალი იყო ჩემთვის რომ არა ყველაფერი შენ თან უნდა გააკეთო რაღაცებს თუ დელეგირებას გაუკეთებ თან უნდა დააცადო რომ ეგ ჩეინჯები მოვიდეს შენამდე კი ანუ და ის დავაიაროთ რომ ეგა სკალირების ერთ-ერთი საშუალება ერთად თუ არა ერთადერთი ხო რა ანუ ჩვენ ეხლა მაგალითად კი შეიძლება რაღაც 5 კაციანი გუნდებით მუშაობთ მომავალ შეიძლება 30 კაციანი გუნდები გყავდეს და რაღაცა ანალოგიურად რომ დავასკალიროთ და დასკალირებული value მივიღოთ, ეგ აშკარად ისაა რა. de facto სტანდარტია რა, სხვა გზა არ არის. და შენ ხოლმე რომ მოძიო ხორდა გვენდა. არა, შეგვიძლია გამო. კაი, ცოტა ხანი გავარწოთ ხაში კიდე რა. კაი, მოდი ახლა იმაზე, ახლა ვიბაზროთ არჩილ. მე შენგან მაინტერესებს რა. დიახ, ნიკ. ამის არჩილის ხოლმე ვერ ეს გამქლევ. ვიცი. მოხურები გააგრძელე. პირიქით, უნებრივია ჩვენ ხალხს ევასება, რომ ჩვენ შევპირდით პროლოგ ეპიზოდში, რომ ონესტები ვართ და ზუსტად ისინი ვართ, რაც კამერის მიღმა. ამიტომ ეგ შემეძლით ძალიან მნიშვნელოვანია. ბისმეთ ახლა დასვიკითხო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, არ ამოვშევ ყველაფერს. გამოკლებულსაც ავიკეთ დამდაბას. კაი, ახლა შენ მითხარი, მე შენგან რა მაინტერესებს რა. ამ პროექტზე ერთ-ერთ პროექტზე, ანუ შენ არ ხარ ხა ინტენსიურად ჩართული, ხო? აი, გვერდიდან როგორ ჩანს ანუ ამ ერთ-ერთ პროექტზე ესე გადავინაწილეთ როლები, რომ აჩო, მოდი ანუ ყველა პროექტზე კი აღარ ვიყოთ ჩართულები. რაღაცნაირად დავიჩეხოთ, რომ მაგ ვეცადოთ, რომ აქაც შიგნით გუნდი შიგნითაც დავასკალიროთ რაღაცეები რა. და ანუ აჩო, ამიტომ ინტენსიურად არ არის ჩართული, ну ძალიან ინტენსიურად, რა თქმა უნდა, რაღაც ეტაპზე მაინც არის. და ეხლა მაინტერესებს შენი გადმოსახედიდან რებს ამჩნევ, რები შეიძლება გავაანალიზოთ. აი ხავე რომ დავარეფლექტოთ ბარემ რა. ტექში, არა ტექში, გუნდში, არა გუნდში და ასე შემდეგ. პირველ რიგში ეხით დავიწყოთ რა. მოდი ცოტა high level-ზე დავიწყებ ზოგადად გუნდის დონეზე ჯერ. რომ ან მე ზოგადად აი ჩემი აგერ მარცხნივ მშვიდობი და თქვენგან მარჯვნივ მშვიდობი ადამიანისგან განსხვავებით შედარებით უფრო ვითომ ესეთი ვითომ chill ტიპის vibe მიჭირავს ხოლმე რა.
მირატორში. არა, შენ უფრო ფეთქებადი რა. მე ვარ ფეთქებადი. ხო და მე ხარა ის კაფეოფეცი მაშინ. მე ვარ ამ სიტუაციაში, როცა ბიჭები არიან ჩართულები ამ პროექტზე და მე ესე გარედან ვაკვირდები უფრო. ანუ ამაზე chill და მშვიდი ვერ ვიქნებოდი რა, ვერც ერთ სხვა кейსში. და ეხლა ამით რას მინდა რომ ხაზი გაუსვა, რომ რამხელა მნიშვნელობა აქვს, როდესაც შენ გუნდის წევრებს ენდობი რა. ანუ მე იმხელა ნდობა მაქვს ჩვენი გუნდის მიმართ, რომელიც მუშაობს ამ პროექტზე, არა მართვა რა. ოღონ ნდობა რა გაგებით, იცი რომ ნდობა იმ გაგებით, რომ შეიძლება დაფეილდნენ სიტყვაზე რა, რაღაც არ გამოვიდეს. მაგრამ მე ახლა იმდანად ვენდობი. არა, ანუ მე ახლა იმდანად ვენდობი, რომ ჩემთვის ეგეც მისაღები იქნება რა. ანუ მე ვიცი რომ თქვენ 100% ეფორტს ჩადებთ და დაახლოებით როგორც მე მოვიქცეოდი, ისე ვფიქრობ, რომ თქვენც ეგრე იქცევით ამ სიტუაციაში რა. და ამიტომ დაფეილდებოდ გარანტირებულად დაფეილდებოდ. ნებისმიერ შემთხვევაში ჯამურად გუნდისთვის პოზიტიური გამოცდილება იქნება რა, არ გაფეილდებით და ხო კაი და თუ გაფეილდებით და მე ერთად ვისწავლით აქედან რა. ხო და მე იმის თქვა მინდა რომ ნდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. და შესაბამისად რა ვფიქრობ მე თქვენზე და ამ პროექტზე არის რომ მე რა ვფიქრობ? ანუ ძალიან მშვიდად ვარ, ანუ რას გულისხმობ, იცი რომ ანუ არანაირი საბაბი არ მოგიციათ თქვენ ჩემთვის, რომ მე მეფიქრა რომ მოიცა ხა რა შობიან ესენი ამათ ორა აქვთ მის ხოლმე ჩავერთო პროცესში აქციურად რა, ანუ არანაირი რაღაცა ინიციატივა თქვენ მაგას ჩემს არ მოგიციათ. რაც არის ძალიან დიდი ფუფუნება ჩემთვის რა. ოკეი. და რასაც ვერ ვიტყვი შენზე, იმიტომ რომ დიჯები ვიფიქროთ მეტად თუ შენ პროექტებს. ხო რომ. ადრესი რა თქმა უნდა მითარი გამოწვეული. ხო რომ. რომ რაღაცა ისე დავაკდა რომ მე რა პროექტის ვარ ჩართული. შენ კომიტეტ ამენდით რომ ავტორი რომ არის ცოტათი უფრო რთული ვითარება იმ პროექტში რაც მე ვარ ჩართული. ძალიან ცოტათი. მეტი არა. ნაის საინტერესოა, ეგეთი მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ბიჭო, ხო, აი, იცი, ადრე წავიკითხე იმაზე რა ქვია, აი, Vice-ის რაღაც თოქი იყო, ვირო მაიკლ საიბელდი ლაპარაკობდა, რომ აი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სკილი რა არისო, იცი, რომ სხვას რომ მისცემ საშუალებას, რომ ანუ თავისი გადაწყვეტილებები მიიღოს და თვითონვე დაფეილდეს, თუ დაფეილება გარდაუვალია. მაგრამ იცოდე როდეს უნდა შათაბ გააკეთო რა, ანუ როგორც არ ჩაერიო სხვა ადამიანის გადაწყვეტილებებში რა და ხო ანუ ეგ ისე ძალიან ჩემთვის ძალიან რთული არის მართლა რა, ანუ ნდობა თან ანუ აი საწყის ეტაპზე ხო ხტები ის არის რა, ანუ ბევრი არაფერი არ გაქვს, შეიძლება ძალიან ბევრი პროექტიც არ გაქვს და თითოეული პროექტი, თითოეული კლიენტი აი უმნიშვნელოვანესია. და აი ან ეხლა რა გუნდი რო ყავს, მანდაც ეგ ვარიანტი არ არის, ადამიანებს ენდობი რო გააკეთებენ რა. ანუ აი ძალიან ისეთი ფაქტორი არა და მომენტ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მეორე მხრივ. მომენტ ჩვენ რო გავაკეთოთ, ბევრად უფრო წყნარად ვიქნებოდით თვალებში რა. ხო, უბრალოდ ამ თეორიულად ვამბობ, რომ აშკარად ეს ნდობის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია რა, გუნდში რო გქონდეს და შენ თვითონ რომ გამოიმუშაო ტიპმა რა. აი ერთ დავამატებ კიდე მაგაზე, რომ კიდე ერთი კუდოს თუ ჯორდანა არის, რომ წინა კვირაში რაღაცებს ვსაუბრობდით და ჯორდანამ დამინტროდიუსა მედიტაციის პრაქტიკა რა. და ყოველ დღე, არა მართლა ყოველ დღე ეხლა ვისაც გონიათ რა ჩოს კამზედეს ლევიტირებს. არა მართლა მედიტაცია არის რაღაც fancy word-ი. მედიტაცია არის fancy word-ი, daily 15 წუთიანი უბრალოდ ფიქრის რა. აი ესე ვждები რაღაც მუსიკას ვთავ და ძალიან თვალ დახვრო ვფიქრობ. და ვერ წარმოვიდგენთ რამხელა იმპაქტი აქვს ამას მერე მთლიანი დღის დაგეგმვაზე და პროდუქტიულობაზეც და ზოგადად შენი შეცდომების აღიარებაზე და რაღაცა დასკვნების გაკეთებაზე. და ყველაზე დიდი დასკვნა ერთ-ერთი მე რაც გავაკეთე ამ პროცესში იყო, რომ აი წინა კვირის თავარი ჩემი დასკვნა მედიტაციების იყო, რომ ერთ-ერთ კლიენტთან ძალიან ისეთ ადამიანური მენეჯმენტის პატარა ისუები გქონდა რა, კომუნიკაციის და ასე შემდეგ და აქამდე თითქოს მე და ჯორდანა რაღაც ერთად ვაკეთებდით მაგ ყველაფერს რა. და ბიჭო, ამ ერთად კედებაში ვერაზოს ვერ ვისწავლე რა. ანუ იგივე შეცდომები და წინა კვირაში რაღაცა ლოქინი გავაკეთე. არ ვიცი, მე მგონი ერთად მივედით მაგ დასკვნამდე, რომ დავლოქდი მარტო იმ პრობლემების წინაშე და სრულიად მარტო ბევრად ნელა ვიდრე ამას ერთად ტრიგერებით ვიზამდით, რაღაცა გადაწყვეტილებები და კომუნიკაცია გავაკეთე ჩვენ კლიენტთან რა. და მე ჯორდანს ვეუბნებოდი, რომ ეს იყო ჩემთვის რეალური learning experience, როცა მე მარტო დავრჩი იმ პრობლემასთან და ბევრად ნელა შეიძლება ვიდრე ჯორდანა მიიღებდა რაღაც გადაწყვეტილებას რა. ან ერთად მივიღებდით, მივიღე თანმიმდევრული მათ შორის გადაწყვეტილებები და ძალიან ლოგიკურ დასასრულამდე და solution-ამდე მივიყვანე სიტუაცია.
აქ ხა კითხვა ისმის, რომ სად არის ის ზღვარი, როცა მთლიანი გუნდი უნდა ჩაერთოს პრობლემის მოგვარებაში და სადაც გვაქვს ფუფუნება, რომ ერთი ადამიანი მიუშვათ რაღაცაში და ისწავლოს. ეგ ცოტა per case ხო, per case არის, მაგრამ ჩემთვის ეს იყო აი life changing რა. ჩემს მარტივ solution-ი აქვს შეგასწავლ მაგას. ანუ მე თუ მოვალ თქვენთან და კარგი ამ პრობლემას მარტო ვეღარ აი ეგ ვარიანტი არის. თუ არა და სანამ ამას არ ვიტყვი, თქვენ 100% მენდობი რომ მე გადავ. კი, ეგ makes sense. ეგ არის ეს გენდობი რომ დროულად მოხვალ რა. კი, ზუსტად ეგაა. მეც ჩემი განსახედიდან ვთქვა, ანუ მე ძირითადად სულ ტექნიკურ ხარეს ვარ ჩართული, ანუ ბიზნესის ხარეს არ ვერევი, იმიტომ რომ ნუ ჯერ ამ კონკრეტულ ეტაპზე ჩემ კარიერაში იმდენად არ მაინტერესებს როგორც ტექი, მაგრამ მე ბარტონი ჯორდანას და ბატონი არჩილის ძალიან დიდი ნდობა მაქვს, რომ ჩემი როგორც ადამიანს, რომელიც ტექსზე იღებს გადაწყვეტილებებს, უმაღლეს ინტერესს გაატარებენ ბიზნესთან რა. ანუ ნიშნავს, რომ რამე ისეთ requirement-ებს არ მომიტანენ, რომ რაღაც 35 კაციანი თიმი დამკვირდება და 3 წელი და ასე შემდეგ რა. მაგაში დარწმუნებული ვარ, რომ ისეც არ მოგიტანენ ბოდიში. 3 კაციანი თიმით საფრთხეში 3 კაციანი რა უნდა. ხო. ეგ შეიძლება, ეგეთი პრეცედენტები ყოფილა, მაგრამ ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეგ რო არ ხდებოდეს უკვე პინგ-პონგი მარტო კლიენტსა და ბიზნეს შორის აღარ არის. მანდ არის უკვე კლიენტი, ბიზნესი, მე და ბიზნეს ტექი და გაცილებით დიდი ჯაჭვი იქნება, უფრო იწელება პროცესები და ასე შემდეგ. და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ახლა მეგობრებო, close-ზე ვარ შესასვლელი და ამას არ ვჭრით სხვათა შორის. ხო, და. ახონდის. ესეც დაკავებული გუნდის წევრები ყავს, დროებით. დუდუ აუტ. მამბა აუტ. და ხო, მოკლედ, ეხლა მე რაღაც ერთს კიდე ვილაპარაკებდი, ანუ ესეთი ტოპიკი რა. რაც იდეაში ეხარების ვილაპარაკეთ, მაგის გადმოძახილით შეიძლება იყოს რა, რომ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ერთმანეთზე ზრუნვას, როცა ესეთი რაღაც პატარა კომპანია დავარქვათ. მოკლედ, კონკრეტულად ეს agencies, არ მგონია agencies-თვის დამახასიათებელი ის იყოს ნიშანთვისება. ეს არის ყველა კომპანიის ჭრილში დამახასიათებელი ნიშანთვისება და აი core გუნდის წევრები ერთმანეთს რამდენად იზრდიან რა. რამდენად უვლიან და რამდენად იღებენ, ასე ვთქვათ, ისეთ გადაწყვეტილებებს, რომ ერთმანეთს წაახალისონ რა. იმიტომ რომ ფაქტობრივად იმდენი ჩელენჯი არის რაღაც დროთა განმავლობაში, არ კვირიდან კვირამდე იმდენი ახალი რაღაცა გაქვს ასწავლი, იმდენი პრობლემა გაქვს მოსაგვარებელი, რომ რაღაც edge case-ებში თუ რაღაც სასწაულად მყარი და ძალიან მაგარი ტიპი ხარ და ძალიან skillful და რაღაც twin გიჭრის და ემოციური ინტელექტი გაქვს, კი მარტო ყველაფერს ასე ვთქვათ, გააკეთებ, მაგრამ ჩემთვის რაღაცა რომ მენა ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის რომ რაღაც აჩვენარი co-founder-ი ყავს რა და აი რაღაცებში გეხმარება, რაღაცებში გარეფლექტებინებს და ანუ მოკლედ ფაქტობრივად ეს პროცესი არა მარტო რაღაც გარეგირებულების შექმნა, არამედ შენი გუნდის წევრების განვითარებაშიც სრულის მიღება რა. ესე ვიტყვი და ანუ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რაღაცა რა, რომ ანუ და იმ დღეს რო გეუბნებოდი, სადღაც წავიკითხე, არ მახსოვს, რომ კომპანია იმდენად კარგი შეიძლება გახდეს და იმდენად მაგარი, რამდენადაც თვითონ ამ კომპანიის ადამიანის წევრები, გუნდის წევრები არიან რა. ანუ ჩვენ თუ არ განვითარდით და ჩვენ თუ რაღაც კვირიდან კვირამდე ახალი რაღაცები არ ვისწავლეთ და მე ეს არ გამოვიყენოთ, ფაქტობრივად ნუ კომპანიაც ვერ განვითარდება და ვერ გამოიყენებს ამ ახალ რაღაცებს რა. კი. ზუსტად მაგიტო ვთქვი, აი ამის practical application-ი არის აი ეს მედიტაციების მაგალითად დაინტროდიუსება ერთმანეთთან რა. და კიდე მაგასაც მოვყვები როგორ მოხდა ეგ, რომ ძალიან ხშირად მე და ჯორდანას რაღაცები აქამდე გვითხოვს, რომ მოდი ეს გავაკეთოთ და ჩემი თაკვირვება იყო, რატო დავიწყე მე ეს მედიტაციები. აქამდეც უთქვამს რა, რომ მაგარია რა, 1000 ჯერ. მაგრამ ერთი საღამო იყო, როცა დავსხედით და აი მართლა 1-2 საათი ვლაპარაკობდით ძალიან ღრმად რაღაც ტოპიკებზე და ერთ-ერთი ეს ტოპიკი იყო მედიტაციის ტოპიკი და მე რაღაცნაირად ჩემ თავში დაკლიკა, რომ რაღაცა ექშენზე როცა ავიღებ პასუხისმგებლობას, მე თუ ორგანულად ის არ გავიაზრე, რომ მე ჩემთვის აუცილებლად გასაკეთებელია ეგ, ისე არ ვაკეთებ რა. ეგეც ესეთი ლერნინგი იყო, რომ ეხლა რაღაცაზე რომ ვიტყვით ხოლმე, რომ ორივემ უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად ვცდილობთ, რომ ერთმანეთი ისე დავარწმუნოთ ამაში, რომ აი აუცილებლად სხვანაირად არ გამოდის. აი როგორც არ ვიცი, ლოთი ადამიანი თავის გადაწყვეტილებით ალკოჰოლს თავს ანებებს, ან სიგარეტის მოწევას ადამიანი თავს ანებებს რა. ეს ხო არ ხდება ესე, რომ აი 5 კაცი დაждდება და მოდი აღარ მოვწევთ. მან ხო აღარ მოწევა, გაგორიცხულია. შენ თავთან რომ მარტო რჩები და არგუმენტირებულად გაიაზრებ რაღაცას, მარტო მასში ხდება. ამიტომ ესეც ძალიან კაი ლერნინგი იყო რა. კი, გეთახმები 100%. იდეაში შეგვიძლია მოვრჩიოთ.
მოურჩეთ და ისეთ ხო რაღაც ისეთ ვრცელი ეპიზოდი გამოგვივა ახლერად. ეპიზოდი გამოგვივა და ძალიან გაგვიხარდა რომ ჩვენთან ერთად იყო ვიდეოში, იმიტომ რომ ხო ძალიან მნიშვნელოვანი წევრი არის ჩვენი გუნდის. კი და აგრეგაცია ძალიან. კიდე ერთი შეცავ მაგაც. არა შენ უფრო მაგაც. ხო და კიდე ერთი რაც არის რომ ანუ ხო დილამდე შემიძლია ვილაპარაკო ხა, მაგრამ დაგინდებთ ხო და შემდეგ ეპიზოდში გაგიზიარებთ ახალ ლერნინგს, აბა დავაცით.